ეხლა მე-18 თავში არის ძალიან ბევრი საინტერესო და ცოტა გაუგებარი საკითხებია, მაგრამ გაუგებარია იმდენად, რამდენადაც არავინ იქ არაფერს არ ახსნის. ეგ უნდა კონდეს ახსნილი, რომ კარგად გასცე პასუხი. იქ არის სამუხრუჭე მანძილზე ლაპარაკი, იქ არის რეაქციის დროზე ლაპარაკი, იქ არის გასაჩერებელ მანძილზე ლაპარაკი და მოკლედ ყველაფერზე რაც ვალდებულია მძღოლმა იცოდეს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად რა პროცესს გადის მძღოლი. აი უყურე აქ ამ წერტილში შენ დაინახე რომ წითელმა აგინთო შუქნიშანო. შენ თუ ფხიზელი ხარ, თუ ჯამრთელი ხარ, თუ უძილო არა ხარ, მოკლედ თუ წამალში არა ხარ და მთელი ამბავი, შენ სასწრაფოდ, მაგას ქვია რეაქციის დრო, რეაგირებას აკეთებ და აი ყვითელი მომენტი, რასაც შენ პირველ რიგში რეაგირებ. ანუ გადაგაქვს ფეხი მუხრუჯზე, ტორმუზზე, რუსულად, შოფრულად. სანამ ტორმუზმა დაიწყო დაფიქსირება და მუშაობა, აი გაიარე კიდე რამოდენიმე წამი, აგე ლურჯი ფერი და როგორც კი ტორმუზმა დაიწყო მუხრუჭმა მუშაობა, ეგ არის შენი სამუხრუჭე მანძილი, წითელი. და ჩერდები ზუსტად ისე რომ არც შუქნიშანს ეჯახები და არც ღორს და არც ხვარს და არც არა. დამთავრდა. ესე იგი თუ შენ მობილიზებული ხარ აი ამისთვის და ფხიზელი ხარ, ჯამრთელი ხარ და არა ხარ დაღლილი, აი ამ ოპერაციებს ასწრებ. ამ ოპერაციების გაკეთებას ასწრებ. მოსწრებას ასწრებ. გაიგე ამ ოპერაციებს. რაც არ უნდა ბევრი ლაპარაკო მერე რომ აიცი მე ესე მოვდიოდი, მე ისე მოვდიოდი, გამოძიება მოვა აი ამ წითელ ზოლს, რომელსაც ქვია სამუხრუჭე მანძილი, ანუ რაც შენ დაამუხრუჭე ისი კვალი დარჩა, გამიგე? გაგიზომავენ ამ კვალს, მუხრუჭის კვალს და გეტყვიან, ჩემო კარგო, შენ მოძრაობდი ამდენი და ამდენი კილომეტრით. აქ კიდე სავალდებულო სიჩქარეა ამდენი კილომეტრიო და ამოგდებენ ბაირამ დუდუქში ჩემო ძმაო და გაგიშვებენ მაგარ ჯარიმაზე, დაგაკისრებენ ჯარიმას. ამიტომ ეს ტერმინები ესენი ეხლა აი აქ ხო შენად არის, კარგად არის ახსნილი და ისა. იქ მე-18 პარაგრაფში რეაქციის დრო, გეუბნები, გასაჩერებელი მანძილი, სამუხრუჭე მანძილი, ყველაფერი არის კარგად ახსნილი. აგიხსენი ახლა და შენ მერე იქ ნახავ მე-18 თავში. ეს ხო ხედავ, სანამ ფეხს გადაიტან გაზიდან მუხრუჯზე, ტორმუზზე. ეხლა ავტომატიკის რეჟიმში რაც მუშაობს, იმას ორი პედალი აქვს, ორი სატერფული აქვს. ეს მექანიკა სამ სატერფულიანია და ასე და ასე. ჩვენ ეხლა აქ კარგად ნახეთ რა არის და მოდი ეხლა მე-18 ბილეთიც პაზისა, მე-18 თავიც გავიაროთ. გავიგეთ? კარგია.